ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კითხვა ბიოლოგიასა და ანთროპოლოგიაში. სანამ უშუალოდ მიზეზებზე გადავალთ, ერთი მნიშვნელოვანი შესწორება უნდა შევიტანოთ. სხვა ცხოველების ტვინიც განვითარდა, მაგრამ სხვა მიმართულებით. მაგალითად, დელფინებს, სფილოებს და მაიმუნებს ძალიან რთული ტვინი აქვთ, თუმცა ადამიანის ტვინმა მიაღწია აბსტრაქტული აზროვნების და ტექნოლოგიური განვითარების იმ დონეს, რაც სხვებს არ აქვთ. აი, ძირითადი ფაქტორები, რამაც მეცნიერების აზრით, მხოლოდ ადამიანის ტვინის ასეთი ნახტომი გამოიწვია. 1. ენერგია და საკვების მომზადება, ცეცხლის როლი. ტვინი არის ყველაზე ძვირადღირებული ორგანო. ის სხეულის წონის მხოლოდ 2%-ია, მაგრამ ენერგიის 20%-ს მოიხმარს. ცხოველების უმეტესობა მთელ დღეს ნედლი საკვების ღეჭვასა და მონელებაში ატარებს, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს. გადამწყვეტი მომენტი. როდესაც ადამიანის წინაპრებმა ცეცხლის გამოყენება და საკვების მომზადება, მოხარშვა შებრაწვა დაიწყეს, საკვების მონელება გაადვილდა და ორგანიზმმა გაცილებით მეტი კალორია მიიღო ნაკლებ დროში. ამ ზედმეტმა ენერგიამ საშუალება მისცა ევოლუციას, გამოეკვება უფრო დიდი და რთული ტვინი. 2. ორფეხზე სიარული, ბიპედალიზმი. როდესაც ჩვენი წინაპრები ორფეხზე დადგნენ, ხელები გათავისუფლდა. თავისუფალმა ხელებმა საშუალება მოგვცა დაგვემზადებინა იარაღები. ხელების გამოყენებასა და ტვინის განვითარებას შორის პირდაპირი კავშირია. რაც უფრო რთულ მოძრაობებს აკეთებდა ხელი, მით უფრო ვითარდებოდა ტვინის ის ნაწილები, რომლებიც მოტორიკასა და დაგეგმვაზეა პასუხისმგებელი. 3. სოციალური ტვინის ჰიპოთეზა. ადამიანები ყოველთვის ცხოვრობდნენ ჯგუფებად. დიდ ჯგუფში გადარჩენისთვის საჭიროა რთული სოციალური ურთიერთობების მართვა. ვინ არის მეგობარი, ვინ მტერი, ვის ვენდო, როგორ მოვატყუო სხვები ან როგორ ამოვიცნო ტყუილი. ამან გამოიწვია ეგრეთ წოდებული შეჯიბრი ინტელექტში. გადარჩებოდა ის, ვინც უფრო ჭკვიანურად მანიპულირებდა სოციალურ გარემოში. 4. ენა და ინფორმაციის გადაცემა. სხვა ცხოველებს აქვთ კომუნიკაციის სისტემები, მაგრამ ადამიანმა განავითარა აბსტრაქტული ენა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაც აქ არ არის, წარსულზე, მომავალზე, იდეებზე. ამან საშუალება მოგვცა დაგვეგროვებინა ცოდნა და გადაგვეცა მომავალი თაობებისთვის. სხვა ცხოველებს ყოველ თაობაზე თავიდან უწევთ ყველაფრის სწავლა. ადამიანები კი წინა თაობების გამოცდილებაზე აშენებენ ახალს. 5. ევოლუციური ლატარია და კლიმატის ჩვილება. აფრიკაში, სადაც ადამიანი ჩამოყალიბდა, კლიმატი ხშირად იცვლებოდა, ტყეები ქრებოდა და სავანები ჩნდებოდა. ცხოველების უმეტესობა გარემოს ეგუება ფიზიკურად, მაგალითად ეზრდებათ სქელი ბეწვი ან გრძელი კბილები. ადამიანის წინაპრებმა კი დაიწყეს ქცევითი ადაპტაცია. ნაცვლად იმისა, რომ სხეული შეცვლილიყო, მათ დაიწყეს ფიქრი, როგორ გადარჩენილიყვნენ. ეს იყო რისკიანი გზა, რადგან დიდი ტვინი ბევრი ენერგიას ითხოვს და ბავშვები ძალიან დიდხანს არიან უმცეონი, მაგრამ ამ ფსონმა გაამართლა. რატომ არ განვითარდნენ სხვები? ევოლუცია არ მიდის უკეთესობისკენ, ის მიდის შესაბამისობისკენ. ლომს არ ჭირდება ფილოსოფია, რომ ანტილოპა დაიჭიროს, მას ჭირდება სისწრაფე და ბრჭყალები. ზვიკანს მილიონები წელია არ იცვლება, რადგან ის თავის გარემოში იდეალური მონადირია. დიდი ტვინი ძვირია. ბევრი ცხოველისთვის ასეთი ენერგოეფექტური ორგანოს შენახვა უბრალოდ წამგებიანი იქნებოდა. ისინი შიმშილით დაიხოცებოდნენ, სანამ რამე გენიალურს მოიფიქრებდნენ. შეჯამება. ადამიანის ტვინი არის ბიოლოგიური შემთხვევებისა და გარემო პირობების და ენერგიის მოპოვების ახალი ხერხების, ცეცხლის, ერთობლიობის შედეგია. ჩვენ არ ვართ ევოლუციის მწვევალი იმ გაგებით, რომ სხვა ცხოველები ჩამორჩნენ, ჩვენ უბრალოდ ერთადერთი სახეობა.